მოგესალმებით ობიექტივის ტელე და რადიო ეთერში რეგიონული სიახლეების დროა ეთერშია თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათი მე კი ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ ტრაგედია დატრიალდა სოფელ სამრეკლოში ბუნებრივი აირის გაჟონვას დედოფლის წყაროში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სავარაუდოდ აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობელიდან გამოყოფილი CO2-ის გაჟონვის შედეგად გაზის ინტოქსიკაციით დედოფლის წყაროს სოფელ სამრეკლოში 32 წლის მამაკაცი და 40 წლის ქალი გარდაიცვალა. ცხედრები სოფელ სამრეკლოში შაბათს დილით აღმოაჩინეს, მამაკაცი სოფელ სამრეკლოს მკვიდრია, ხოლო მრავალშვილიანი დედა სოფელ ხორნაბუდში ცხოვრობდა. როგორც დედოფლის წყაროს მთავარი ექიმი ხათუნა ზურიკაშვილი ამბობს, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორივე ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, რის გამოც მათი სტაციონარში გადაყვანა აღარ მომხდარა. ცხედრები გურჯაანში გადაასვენეს, გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ამ დროისთვის ექსპერტიზა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მომხდარზე გამოძიება დედოფლის წყაროს პოლიციის სამმართველოში 115 მუხლით მიმდინარეობს. ნახოთ კომენტარები. და გაზით თბებოდნენ? ექსპერტიზები კი ბატონო ტექნიკური ექსპერტიზა ჩატარდება ანუ რისგან არიან გადაცვლები ყველაფერი ანუ ამ აირის იმაზე როგორც არის რა ანუ ბოლო 2 თვის განმავლობაში ცოფის გამოვლენის 3 შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლის წყაროში ერთმანეთის თანმიმდევრულად 3-ჯერ გამოცხადდა საკარანტინო მდგომარეობა ყველაფრის მიუხედავად რძე და რძის პროდუქტები თავისუფლად იყიდება როგორც დედოფლის წყაროში ისე დაავადების აღმოჩენის უბნებშიც ამჯერად ცოფის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის ძაღლს აღმოაჩნდა ქალაქ დედოფლის წყაროში კი მსხვილფეხა პირუტყს ორივე შემთხვევაში დაავადება ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა მიმდინარე ცოფის გამოვლენის სტატისტიკა კი ასეთია დედოფლის წყაროში 31 აგვისტოს სოფელ სამრეკლოში მსხვილფეხა პირუტყს აღმოაჩნდა 7 სექტემბერს სოფელ სამთაწყაროში ბესიკ ფუტკარაძის ოჯახში ძაღლს ხოლო 9 ოქტომბერს ქალაქ დედოფლის წყაროში გელა მანუკიანის მსხვილფეხა პირუტყს ინფექციის კერაში აიცრა 319 სული ძაღლი 86 კატა 277 მსხვილფეხა და 59 წვრილფეხა პირუტყვი. ოფიციალური მონაცემებით სოფელ სამრეკლოში აიცრა 1559 დაავადების ამთვისებელი ცხოველი, ხოლო სამთაწყაროში აიცრა 229 ცხოველი. პროფილაქტიკის მიზნით დედოფლის წყაროს რაიონში ამ ეტაპისთვის აცრილია 3361 ძაღლი და კატა, მხოლოდ ქალაქ დედოფლის წყაროში 558 სული კატა და ძაღლია აცრილი. ჩვენი რეპორტაჟი ნახოთ დედოფლის წყაროდან. ორ თვეში ცოფის გამოვლენის 3 შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლის წყაროში. ამჯერად ცოფის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის ძაღლს აღმოაჩნდა. ქალაქ დედოფლის წყაროში კი მსხვილფეხა პირუტყს. ორივე შემთხვევაში დაავადება ლაბორატორიულად დადასტურდა. ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით. მისი ამთვისებელია ყველა სახის თბილსისხლიანი ცხოველი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მომაკვდინებელი ინფექციური დაავადების კერა დედოფლის წყაროს
წყაროს 3 სხვადასხვა ადგილას გამოვლინდა, სპეციალისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არის და შესაბამისი უწყებები ცოფის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ატარებენ. ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრებ გელა მანუკიანს მსხვილფეხა პირუტყვში ცოფის შემთხვევის გამოვლენის პერიოდისათვის დაახლოებით 10 სული მსხვილფეხა საქონელი ჰყავდა, რომლებსაც დაავადების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდათ. როგორც მეპატრონე ამბობს, საქონლისათვის არც რაიმე ნაკბენი შეუმჩნევია. კახეთის რეგიონულმა სამმართველომ წერილობით მიმართა კახეთის გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს ინფექციის კერის არაკეთილსაიმედოდ გამოცხადების შესახებ, რის შემდეგაც გუბერნატორის ბრძანების საფუძველზე каранტინი ამოქმედდა. როგორც დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული ოჯახის წევრებს ანტირაბიული მკურნალობის კურსი utარდებათ. ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლალი ალადაშვილი შირაქთან საუბრისას ამბობს, რომ პრევენციული ზომების გატარება ოპერატიულად დაიწყო. კითხვაზე каранტინის მოქმედების პერიოდში რატომ იყიდება ცოფის გავრცელების კერაში რძე და რძის პროდუქტები, ვის ევალება პროცესის კონტროლი და უნდა იყოს თუ არა პროდუქცია შეზღუდული, სურსათის ეროვნულ სააგენტოში უპასუხეს. სააგენტოს წარმომადგენელი ოთარ პარკაძე ამბობს, რომ სურსათის სააგენტოს კონტროლის მექანიზმი არ აქვს და ცალკეულ სოფლებში ვერც პატრულირებას განახორციელებს. მისი განმარტებით ისინი რეგიონების ხელმძღვანელობასთან აქტიურ კონტაქტში არიან და ინფორმაციას ოპერატიულად აწვდიან. каранტინის გამოცხადების შემდეგ პროცესზე მეთვალყურეობას რეგიონის გუბერნიები ახორციელებენ. რძის პროდუქტების რეალიზება კი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გააკონტროლოს. ეს შემთხვევა დაფიქსირდა 9 ოქტომბერს გელა მანუკიანის კუთვნილ მსხვილფეხა ქოსან პირუტყვში. აღნიშნულ პიროვნებას ყავდა იმ დროისთვის 10 მსხვილფეხა ქოსანი პირუტყვი. ნაკბენი არ შეუმჩნევია ამ მსხვილფეხა ქოსანი პირუტყვისთვის და დაცემის შემდგომ შემოწმებული იქნა ლაბორატორიაში და დასტურდა სოფის შემთხვევა. აღნიშნული არ არის პირველი შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ცოფის დაფიქსირების შემდგომ ჩვენმა სპეციალისტებმა მიაწოდეს გუბერნატორს каранტინის პროექტი, დაწერდა შემზღუდავი каранტინი, რომელიც ითვალისწინებს 60 დღის განმავლობაში უკანასკნელი ცოფის შემთხვევიდან 60 დღის განმავლობაში შემზღუდავ ღონისძიებებს, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ცოცხალი ცხოველებით ვაჭრობის აკრძალვას, ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვას, ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას და ასე შემდგომ. каранტინი მოიცავს 3 კილომეტრიან ზონას, ანუ შემთხვევის ადგილიდან 3 კილომეტრის რადიუსით ტარდება აღნიშნული შემზღუდავი ღონისძიებები, აგრეთვე ტარდება იძულებითი ღონისძიებები, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ცხოველების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოებს. მთლიანობაში აცრილი არის 750-მდე სული ამთვისებელი პირუტყვი ამ 3 კილომეტრიან ზონაში. თვითონ რაც შეეხება მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით პროფილაქტიკური ღონისძიებები, თვითონ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დღეის მონაცემებით აცრილია 3000 სული პირუტყვი პროფილაქტიკური ღონისძიების შედეგად. დასრულებული არის თუ არა ღონისძიებები უშუალოდ დედოფლისწყაროს ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც ბოლო შემთხვევა გამოვლინდა ცოფის. დასრულებული არ არის, მოგეხსენებათ მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თვითონ დედოფლისწყაროს ქალაქში მანამდე აცრილი იქნა 550 სული შინაური ხორცის მჭამელი ცხოველი. ეს იძულებითი წესით? არა, მანამდე პროფილაქტიკური. ამ ბოლო შემთხვევის გამო იძულებითი რო იყო ეს ღონისძიებები თუ არა? ანუ იძულებითი ღონისძიებები დასრულებული არის, საკარანტინო ღონისძიება გრძელდება რა თქმა უნდა, ვინაიდან 60 დღის განმავლობაშია დაწესებული საკარანტინო შემზღუდავი ღონისძიებები. მოეკვეთა თავი, გაიგზავნა ვეტ ლაბორატორიაში და სადაც დადასტურდა ცოფის შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ვეტ სამსახურმა, რაიონის ვეტერინარულად სამსახურმა. შემთხვევის კვლევაზე გავედით კერაში, მოვიძიეთ დაავადებულ ძაღლთან კონტაქტირებული პირები. იყო 5 ადამიანი, სულ ოჯახის წევრები. აღნიშნულ დღესვე გაუკეთეთ აცრები 5-ვე პიროვნებას და ვეტერინარულმა სამსახურმა დაიწყო თავისი საქმიანობა. ანუ მიმდებარე ტერიტორიაზე აცრილია ყველა ცხოველი, ძაღლი, კატა თუ ასე შემდეგ, მსხვილფეხა საქონელი. ჩვენ კი ოჯახის წევრები ყველა ავწერეთ. სხვა ამ დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში არ ყოფილან ადამიანები, შესაბამისად 5 პიროვნება აცრილი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. უტარდება
სრული კურსი აცრების, ანტირაბიული ვაქცინაციის სრული კურსი. карантиნის გამოცხადება არ გახდა საჭირო. карантиნის გამოცხადება ხო ცხოველებში სამსახურმა რაც ჩაატარა კვლევას მათ შეეკითხეთ, ჩვენ 5 ადამიანით შემოვიფარდეთ, მეც შეხება არ ქონია. წინა შემთხვევაში დასრულდა აცრები. კი, აცრები დასრულებული აქვს. პირველი შემთხვევა იყო ჯაფარით სოფელ სამრეკლოში, ოჯახის წევრები, იქ იყვნენ მეზობლებიც, სხვა პირებიც, 9 პიროვნება იცრებოდა, ეხლა 5 პიროვნება იცრება. ამ წინას მკურნალობა დასრულებულია წინაშე. კი, წინა შემთხვევების მკურნალობა დასრულებულია. ვეტერინარული სამსახური თავის საქმიანობას აგრძელებს და გეტყვიან ალბათ რამდენი ცხოველი აიცრა. ერთ მშვენიერი დილას გათენა ნახეშუნა გემიგზავნა ძროხა. და შევატყირო რაღაც ვერ იყო ხასიათზე. ნუ აღარ გავუშვით იმ დღით, არა, იმ დღით კი გავუშვით, მაგრამ მე მენახილე მოიყვანა და თქვა რომ მთელი დღეო ძროხებს დაძდევდა აგრესიითაო. რომ მოვიდა აღარაფერს აღარ ასჭამდა, არც წყალს არ აისვამდა. აცრილი საქონელი რატო აი კიდე ეგ დაავადება, მაგას პასუხს ვერ აიღებს. რამდენი ხნით ადრე აცერი? იანვარში თუ დეკემბერში იყვნენ აცრილები და ერთი წელიწადი იმუნიტეტს იმუშავებს საერთოდ, არ უნდა გაცოფებული იყო. ეთერში დედოფლის წყაროს საათია, ახლა ჩვენი მორიგი რეპორტაჟი. თუმცა მაყურებლის ზარია გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა არის, ცოტა ხნის უკან თქვენთან გავიდა სიუჟეტი გაზით მოწამლაზე, ხომ ასია? დიახ. ხო და CO2-ით მოწამლა გამორიცხულია, CO2 არის ნახშირორჟანგი. საქართველოში არის უცოდინრობის ზეიმი. და არ მინდა რომ ჩემი საყვარელი ობიექტივი მატრიქსში იყოს. თქვენ რაც იგულისხმეთ, ეს არის მხუთავი გაზი და არის CO. კარგით. მადლობა ზარისთვის. ახლა ჩვენი მორიგი რეპორტაჟი გერმანელ ექსპერტს ჰანს კელნერს დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ჰანს კელნერი GIZ-ის პროექტის ფარგლებში დაარსებულ ფერმერთა ასოციაციას 5 წლის მანძილზე კონსულტაციას უწევდა. მისი მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში დედოფლის წყაროელ ფერმერებს გაეწიათ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული კონსულტაციები. მისი მეთოდები ითვალისწინებდა ხვნაზე უარის თქმას, გაუმჯობესდა თესლის ჯიშები, ხარჯვის ნორმა და თესვის ვადები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობაზე გაზრდილი ყურადღების დახმარებით, შირაკში მიღწეული იქნა მაღალი მოსავლიანობა. ამის შესახებ ჩვენ ვიდეო რეპორტაჟებიც ჰქონდა გასული ზაფხულის განმავლობაში. ჰანს კელნერს საპატიო მოქალაქის წოდების დიპლომი დედოფლის წყაროს გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა გადასცეს. ახლა ჩვენი მორიგი რეპორტაჟი. ჩვენ გამოვავლინეთ კიდევ ერთი საპატიო დედოფლის წყაროელი და GIZ-ის პროგრამის ფარგლებში მოღვაწე გერმანულ ექსპერტს ბატონ ჰანს კელნერს გადავეცით საპატიო დედოფლის წყაროელის წოდება. ბატონი ჰანს კელნერი ბოლო 5 წლის მანძილზე პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ჩამოდიოდა საქართველოში, წელიწადში რამოდენიმე ვიზიტს ახორციელებდა და იგი პრაქტიკულ რჩევებს აძლევდა ჩვენს ფერმერებს თუ როგორ უნდა მომხდარიყო მიწის დამუშავება, რა აგროვადებში უნდა მომხდარიყო, რომელი თესლის ჯიში სჯობდა ამა თუ იმ კონკრეტული ტიპის მიწისთვის და აღნიშნულმა პრაქტიკულმა რჩევებმა შეგვიძლია თავამად ვთქვათ, რომ შედეგი გამოიღო დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში და ჩვენი ფერმერების, განსაკუთრებით ეს ითქვება მსხვილ და საშუალო ფერმერებზე, მათი ქმედებები მთლიანად შეცვალა. რის შედეგადაც საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა ეფექტიანობა სოფლის მეურნეობიდან, კონკრეტულად კი მიწათმოქმედებიდან. მაგალითისთვის ბატონი ჰანსი, როდესაც პირველად ჩამოვიდა, მოუწოდებდა ფერმერებს, რომ არ მომხდარიყო მიწის მოხდა და მომხდარიყო მისი დაჩეხვა, ან დადისქვა, როგორც ვეუბნებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან ამ ბოლო პერიოდში, ზაფხულის პერიოდში საკმაოდ მცირე ნალექი მოდის და ეს წარმოადგენს მცირე ნალექიანობაო ჩვენს ერთად პრობლემას და როდესაც ხდება მიწის მოხნა, ამ შემთხვევაში ფენა ტრიალდება და იქ არსებული ტენის აორთქლება ხდება, ხოლო დაჩეხის შემთხვევაში ტენდაგროვება და ტენის შენარჩუნება უფრო მეტად ხდება და ამ და სხვა მრავალი პრაქტიკული რჩევების შედეგად ჩვენ თამათ შეიძლება ვთქვათ, რომ მიწის დამუშავების და კერძოდ კი მეხეურნეობის დარგში
საკმაოდ წინ წავედით. და რადგან ბატონი ჰანსი გარდა ასოციაციის წევრებისა საკმაოდ აქტიურად ეხმარებოდა სხვა დანარჩენ დედოფლისწყაროელ ფერმერებსაც და არავისთვის არ დაუზარებია თავისი კონკრეტული რჩევა-დარიგებების მიცემა და ეს რჩევებიც ამართლებდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ადამიანის სხვა წელი არ დაგვეტოვებინა უყურადღებოთ და როდესაც დამთავრდა ეს პროექტი, ბატონ ჰანს გადავერცით საპატიო დედოფლისწყაროელის წოდება, რამაც ძალიან გაახარა და აღაფრთოვანა ბატონ ჰანსი და ამ წოდების გადაცემით მე ვფიქრობ ერთი კარგი საქმე გავაკეთეთ, იქიდან გამომდინარე, რომ მან პირობა დადო, რომ მიუხედავად პროექტის დასრულებისა, იგი 2016 წლის მაისში ჩამოიყვანს სხვა ფერმერებსაც, რომლებიც კვლავ გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, კვლავ პრაქტიკულ რჩევებს მისცემენ ჩვენს ფერმერებს და ძალიან აქტიურ კომუნიკაციას და ურთიერთობას გააგრძელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტთან. რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი არის. თქვენ დედოფლისწყაროს საათს უყურებთ ეთერში. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მორიგი რეპორტაჟი სოფელ ზემო მაჩხანიდან, როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად დედოფლისწყაროში სოფელ ზემო მაჩხანის საჯარო სკოლის ძველი შენობა მთლიანად განადგურდა და მაჩხანის სკოლის მოსწავლეებს საველე პირობებში უწევთ განათლების მიღება. რას გეგმავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი პრობლემის დროულად აღმოსაფხრელად, ნახოთ მორიგი რეპორტაჟი ზემო მაჩხანიდან. განათლების სამინისტროსთან თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. განათლების სამინისტრო გვაძლევს პირობას იმისას, რომ აუცილებლად აშენდება ახალი სკოლა. უბრალოდ ეხლა იკვლევენ სპეციალისტები, ძველის ბაზაზე აშენდება, სხვა ადგილზე აშენდება, მთლიანად დაინგრევა და ისე აშენდება, თუ რაღაც ნაწილის გამოყენება შეიძლება. ეს ტექნიკური საკითხებია, რომელსაც ალბათ მე ვთვლი, რომ მომდევნო წლის დასაწყისში უფრო ზუსტი დეტალური ინფორმაცია გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ როგორც განათლების სამინისტრო პირდება, ძალიან მალე მაჩხანას იქნება სრულიად ახალი სკოლა. ანუ არ არის საუბარი დამწვარის რეაბილიტაციაზე, გადაწყვეტ შეიძლება ვთქვას, რომ აშენდება ახალი. მე რამდენადაც დღეისთვის მაქვს ინფორმაცია, საუბარი არის ახალი სკოლის აშენებაზე და არა დამწვარის რეაბილიტაციაზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, აღნიშნული სკოლა საკმაოდ ძველი არის და რაღაც გარკვეული ნაწილი ისედაც დაზიანებული იყო. მაგრამ სპეციალისტების გადასაწყვეტია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მთავარ თემას ხანძრის შედეგად განადგურებული ზემო მაჩხანის საჯარო სკოლისათვის ფართის გამოყოფა წარმოადგენდა. საკრებულოს გადაწყვეტილებით ამიერიდან მხოლოდ 2 წლით ზემო მაჩხანის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დროებით სასწავლო პროცესს თავისსავე სოფელში კულტურის სახლის სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ოთახებში გააგრძელებენ. ოთახების რეაბილიტაცია ახლა იწყება. საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ზემო მაჩხანის კულტურის სახლის პირველ სართულზე განთავსებული 4 ოთახი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა სოფელ ზემო მაჩხანის საჯარო სკოლის განსათავსებლად. ამ ფართის სარემონტო სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13,000 ლარი გამოიყო. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა სოფელ ზემო მაჩხანაში დაიწვა სკოლა, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა, მაგრამ ძალიან ძველი და ამორტიზირებული იყო პრინციპში ეს შენობა. განათლების სამინისტროსთან ერთად ძალიან ოპერატიულად გადავწყვეტეთ თუ რა უნდა გვექნა ბავშვებისთვის. მოგეხსენებათ, რომ მაჩხანაში პატარა ფლიგელი არის დარჩენილი, რომელიც ხანძარს არ დაუზიანებია. ნაწილი ბავშვების დადიან მაჩხანაში, ნაწილი ბავშვები გადანაწილდნენ სოფელ მირზაანში. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ უფრო უკეთესი იქნებოდა თუ ბავშვებს არ მოუწევდათ სხვა სოფელში გადაადგილება, ამიტომ თვითმმართველობა მიიღო გადაწყვეტილება მაჩხანის კულტურის სახლში აიღო 4 ოთახი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრება არის, გავარემონტოთ და დროებით სარგებლობაში გადავცეთ სკოლას, სადაც ის კონტინგენტი, რომლებიც დღეს დადიან მირზაანში, აღარ მოუწევთ სხვა სოფელში სიარული და მაჩხანაში ფაქტიურად სკოლასთან ძალიან ახლოს ალტერნატიულ ფართში მიიღებენ სწავლა-განათლებას. ორშაბათიდან უკვე აქტიური სამუშაოები დაიწყება, როგორც ნახეთ, ნაწილი სამშენებლო მასალების მოტანილი არის, სრულიად განახლდება ეს ოთახები, შეიცვლება როგორც ჯერი, იატაკი, ფანჯრები, კარები და გაკეთდება ის გარემო, რომელიც აუცილებელია ხარისხიანი სწავლის მისაღებად. და აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს როგორც პედაგოგებს, რომლებსაც აღარ მოუწევთ ორ სოფელში სიარული და
სპეციალური გრაფიკის შედგენა რომ გაკვეთილებზე არ დააგვიანონ, ასევე ბავშვებს პოლიციამ დაიწყო მუშაობა, მომდევნო დღეს ჩამოსულები იყვნენ ექსპერტები, ველოდებით საექსპერტო დასკვნას, უბრალოდ გამოძიების დამთავრებამდე და ექსპერტიზის პასუხის გაცემამდე მე ძალიან გამიჭირდება ვარაუდის გამოთქმა. შენობა იყო ძალიან ძველი, 1937 ან 38 წელს აშენებული, უდიდესი ნაწილი არის ხის მასალა, ძალიან მოძველებული იყო გაყვანილობა, ამიტომ მე არ შემიძლია გამორიცხო ან შემთხვევითობის ამბავი, ანუ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, მიჭირს კონკრეტული პასუხის გაცემა. ჩემო მეგობარმა დამირეკა და 6-20 წუთზე დაახლოებით მე უკვე სკოლის ტერიტორიაზე ვიყავი. და იწვებოდა მცირე ჭერიდან გამოდიოდა, მცირე რაოდენობით იყო ცეცხლისალი და შესაბამისად ჟანგბადის მიწოდების შედეგად უფრო და უფრო ვრცელდებოდა ცეცხლი რაღაც კატასტროფულად რა. ფანჯრები რო გაიგო. მეხანძრები რომ მოვიდნენ და ფანჯრები რამდენი ფანჯარაც გატყდა, წარმოიდგინე 2-ჯერ 3-ჯერ მეტი ალი გამოვიდა. და ამის შეუძლებელი იყო ფიზიკურად, რადგან მაღლა ლამფას რო ეძახით იყო ხის ორივე მხარე, დაბლა იატაკი და თვითონ კედლის საყრდენი კედლების გარდა ტიხარები კედლის იყო ხის და შემდეგ შელესილი გაჯით ძველი რადგან იყო და ისინიც რო იწვებოდა გამორიცხული იყო, წყალი ფიზიკურად ვერ აღწევდა შიგნით და შიგნით კიდე იწვებოდა რა, პერეგარო დგას რო ეძახით უხეშად რო ვთქვათ. იმდენა სასწაული ცეცხლი იყო, რომ გამორიცხული იყო რა. იმის ჩაქრობა. რადგან როგორ ფიქრობთ, რას უნდა გამოეწვია სავარაუდოდ? ამას შესაბამის სამსახურები დაადგენენ, ჩვენ თავს შევიკავით. ზედმეტი ფაქტებისგან სავარაუდოა ფაქტი ცუდი მოხდა, რა თქმა უნდა. ბრალდებები კონკრეტული პიროვნებების მისამართებით ეგ უსაფუძვლოა, რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე სანამ ექსპერტიზის პასუხი რა თქმა უნდა არ შეიძლება ეს ზოგიერთი პიროვნებების ინტერესებიდან გამომდინარე რომ სიტუაცია დაეძაბა, მაგიტო იყო ეს საუბარი, თორემ მთლიანობაში სწავლის პროცესზე დიდი გავლენა მაინც და მაინც შეფერხება არ მოხდება. ერთადერთი ის არის რომ პედაგოგების თემა იყო, რომ პედაგოგებისთვის არ იყო გათვალისწინებული ტრანსპორტი სასიარულო თემა. და აქედან გამომდინარე კი უჭირთ, მაგრამ დადიან თავს ართმევენ ახლა. ხუთშაბათისთვის გეგმავთ რომ ჩავსვათ მეტამოპლასტმასი, უკვე შეკვეთილი რადგანაა და პარალელურად მოვა დეკემბრამდე ყოველ შემთხვევაში. არა, უფრო ადრე. თვის 20-მდე ჩვენი გათვლებით უნდა შევიდნენ ბავშვები. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა ხანძრის შედეგად დაზიანებული სკოლა მოინახულა. გუბერნატორი ირწმუნება, რომ სოფელს ახალი სკოლის შენობა მოკლე ვადებში ექნება. დეტალურად გვაქვს ინფორმაცია, ესე იგი, მაჩხანის საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, ჩვენ მაშინვე მოახდინეთ კოორდინაცია განათლების სამინისტროსთან, საიდანაც არის მზაობა სრული, რომ რეაბილიტაცია მოხდეს აღნიშნული სკოლის, თუმცა პირველ ეტაპზე იყო პრობლემა ბავშვების გადანაწილებასთან დაკავშირებით, ეს საკითხის დარეგულირდა, განათლების სამინისტრომ ტრანსპორტითაც უზრუნველყო აღნიშნული სკოლის როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები იმისთვის, რომ მათ გაკვეთილები არ გასცენოდათ და ჩემთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სკოლის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება და ძალიან მალე დასრულდება იმისთვის, რომ ზემო მაჩხანის სკოლას ჰქონდეს ძალიან კარგი შენობა, ბავშვებს ჰქონდეთ პირობები იმის, რომ სრულყოფილ ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება. თავად სოფელშიც ამბობენ, რომ თქვათ იმავე სკოლის რეაბილიტაცია არ არის მიზანშეწონილი, ძალიან ძველი შენობა იყო და ახალი უნდა აშენდეს. ჩვენ ერთი რამ უნდა ვისწავლოთ, რომ ყველა სფეროს სპეციალისტმა უნდა გააკეთოს თვითონ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი. მე ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს, იმიტომ რომ არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, შესაბამის სპეციალისტთა ჯგუფმა იმუშავებს კიდე დადებს შესაბამის დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება უშუალოდ დამწვარი სკოლის რეაბილიტაცია მოხდება თუ ახლის მშენებლობა მოხდება, ასე რომ გავასწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ და სპეციალისტების რჩევებს მივყვეთ.
სიახლეა ობიექტივში მუშაობს SMS ნომერი 95-501. თუ კი თქვენ გადაცემაში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით რაიმე სახის მოსაზრება გაქვთ ან საკუთარი აზრის დაფიქსირება გსურთ, შეგიძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოგზავნოთ SMS ნომერზე 95-501 და ის მოძრავი სტრიქონის სახით თქვენს ტელეეკრანებზე გაივლის, ასე რომ 95-501. ზარია ეთერში გისმენთ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ბატონო ილია, მე კახეთიდან გიეკა, მიგენასვალი, თელავის რაიონიდან. დიახ. ჩამოწიწეთ და გიეკავ თელავის რაიონიდან, აი სოფელი ბუშეთიდან გიეკავ. მე ვარ ზოოტექნიკოსი, მეცხოველე სპეციალისტი ვარ. როგორ შეიძლება საქართველოში ხონდა ზოოვეთ ინსტიტუტი გენასვალი, მე დავამთავრე 68 წელს. როგორი სწავლა იყო, როგორი განათლება ვეტერინარიის თმაო ისი რა ხდება ჩვენ რაიონში 50 ვეტერინარი იყო ეხლა 5 კაცი აღარ არის იყოცებიან როგორ შეიძლება საქართველოში არ იყოს ზოოვეთ ინსტიტუტი სადაც სამხედრო შენეგეში გა როგორ შეიძლება იმის გაუქმება აი მადია რომ ყველაფერი დაავადებულია ყველაფერი ავადდება ცხოველები ყველა რაიონში განსვალი აი ჩვენ ზონაზე წიანი ზონაზე ვეტუბანი იყო აღარ არის გაღმა იყო ლაფარეუში აღარ არის სულ დაანგრია დაანიავეს სად არის ისა კიდე მაიწყობენო დაავადება არ გასცემაო საჭირო აღენაცვალე სასწრაფოდ ვეტუნების აღდგენა ვეტექიმები უნდა გამოუშვოს ინსტიტუტი უნდა იყოს დაავდეს და აი ესე დავას მეცხოველობა წინა თუ არა და არ წავა აღენაცვალე ილია ეს საქმე მე ვარ 80 წლის კაცი ხო და აი რამის არის გამაგიჟოთ როგორ შეიძლება რომ ზოავეთი არ იყოს ინსტიტუტი რაიონში საქართველოში საქმენი ზოავეთი იყოს ევროპაში კავკასიაში იყო პირველი გენასვალი აი ეგეთი კაცი ვიდა და ცხოვრება განათლება იყო ეხლა არაფერს აღარ არის და კაცი ყავი ბატონო ილია დიდი მადლობა გაიხარე გამრავდი გენასვალი მადლობა ზარისთვის დიდი მადლობა 0322388585-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი და SMS ნომერი მუშაობს ასევე 95-501 შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება ოღონდ გადაცემაში მიმდინარე გამოთქმულ ახალ ამბებთან დაკავშირებით. მორიგი რეპორტაჟი ისევ დედოფლისწყაროდან კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა საკუთარ ამომრჩეველს ჩააბარეს ანგარიში. ყველა გამგებელმა გამართა ამგვარი შეხვედრა და ასეთი შეხვედრა, საჯარო შეხვედრა გაიმართა დედოფლისწყაროშიც. გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელს 200,000 ლარი დაიხარჯა იმისთვის, რომ ქედების ზონის 6 სოფელი საუბარია, ზემო ქედი, არხილოს კალო, ქვემო ქედი, სამთაწყარო, პიროსმალი, საბათლო, ასევე სოფელი თავწყარო და სოფელი ჭოეთი, რომელიც გაზიფიცირების გარეშეა დარჩენილი, 200,000 ლარი გამოიყო იმისთვის, რომ დაკეთდა მომზადდა მათი გაზიფიცირების პროექტი და ერთი გიგანტური ნაბიჯი გადავდგით ამ სოფლების გაზიფიცირებისთვის. წელს პირველად გადაიდგა ნაბიჯი იმისთვის, რომ ქედების ზონაში, სადაც გაზი არასდროს არ ყოფილა, შევიდეს გაზი და ამისთვის 200,000 ლარი დახარჯა მთავრობამ და პროექტი უკვე შედგენილი არის. მე თითქმის 99.9% დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელება მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება. უბრალოდ სანამ ტენდერი არ გამოცხადდება 100%-ით თქვა ძნელია, მაგრამ წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს, რომ ეს მოხდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის რომ იცოდეთ ერთ რამეს გეტყვით, ქედებში გაზის გაყვანა დაწყებული იყო კომუნისტების ბოლო წლებში და შემდეგ როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირში გაჩერდა ეს პროექტი. 2009-ში თუ არ ვცდები, ჯაფარიძიდან ზემო ქედის შეესრულებამდე მისული ცენტრალური მაგისტრალი სადაც გაზს უნდა გაევლო, ამოიღეს და ჯარში ჩააბარეს. და ჩვენ გვიჯდება მაგისტრალის ხელახლა აშენება 1,600,000 ლარი. 1,600,000 ლარი ერთი და მეორე დრო. სად ქედიდან რომ დაიწყებ გაზის გადანაწილებას და სად ჯაფარიძიდან რომ ხელახლა გაიყვან გზას. თუ 2012 წლის სექტემბერში, როდესაც სასწავლო პროცესი დაიწყო, ბაღებში დადიოდა 330 ბავშვი, 2015 წლის სექტემბერში ბაღებში დარეგისტრირდა და მივიდა 980-მდე ბავშვი. და ეს ზუსტად იმის დამსახურება არის, რომ მოგეხსენებათ დედოფლისწყაროში პირველად საქართველოს ისტორიაში ბაღები გახდა უფასო.
და შემდეგ მთელ საქართველოში. ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, როდესაც ჩვენ დღევანდელი გუბერნატორი ჩემი წინამორბედი ბატონი ირაკლი შველაშვილი იყო გამგებელი. და უფასო გახდა არა იმის ხარჯზე, რომ შობერს კვლავ მოეტანა იღლით შეშა და ნახევარლიტრიანი ქილით გამოეტანებინა ბავშვებისთვის საკვები. არა, მაგის ხარჯზე არ გამხდა, რომ უფასო გახდა იმიტომ, რომ თითქმის გაათმაგდა ბიუჯეტიდან დაფინანსება და აღარც საჭმელზე უწევთ ზრუნვა. აღარც გათბობაზე უწევთ ზრუნვა და აღარც იმაზე, რომ თავის შვილი როგორ იქნება ზამთრის ცივ დღეებში თუ ზაფხულის ცხელ დღეებში. და შედეგად გარდა ბავშვების რაოდენობის გასამაგებისა, ჩვენ მივიღებთ დასაქმებული ხალხის გასამაგებაც, იმიტომ რომ ბაღებში ბავშვთა რაოდენობაზეა დამოკიდებული ჯგუფები. 30 ბავშვზე მეტი თითქმის არც ერთ ჯგუფში არ ყავს. თუ არის 60 ბავშვი, კეთდება 2 ჯგუფი, ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებით ვიყვანთ ამღწევს, დამატებით ვიყვანთ ამღწევის თანაშემწეს, დამატებით ვიყვანთ დამლაგებელს. და თუ ძალიან გაზრდილი არის, მაშინ უკვე ემატება მზარეულის თანაშემწეები და ეს იმას ნიშნავს, რომ გასამაგებული ბავშვთა რაოდენობით გასამაგდა იმ ოჯახების რაოდენობაც, რომელიც პატიოსნად შრომობენ და თვის ბოლოს თავიანთ ოჯახში მიაქვთ თანხები. ასევე სოფელ ზემოქედში აგერ ხედავთ 4,3 კილომეტრი სიგრძის წყალსადენი ჩაიდო, 2 მცირე უბანი ღარის გამოტოვებული, რომლის გაწყლოვანებაც წელს მოხდება და ტუმბოთი მიეწოდება და ჩვენ შეგვიძლია თავმოთ ვთქვათ, რომ 2016 წლის 1 იანვრისთვის სოფელ ზემოქედში არ იქნება ოჯახი, სადაც არ იქნება შესული წყალი და ცენტრალურად არ მიეწოდება წყალი. 2012-ში ან 2011-ში ზუსტად არ მახსოვს წინა ხელისუფლების შემთხვევაში ჰერეთის ქუჩაზე არსებული არაჩვეულებრივი ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობა კაპიკებში მიეყიდა ერთ-ერთ ბანკს და ამით გააკეთეს ის, რომ ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ შვილებს განათლებისკენ, წიგნისკენ მიმავალი გზა დაუკეტეს და გაუხსნეს საკრედიტო ბარათებისკენ, განმადებებისკენ და სხვადასხვა ფინანსური სამწუხაროდ ხშირად მახინაციებისკენ მიმავალი გზა. და 23,000-ზე მეტი წიგნი დღემდე მეგობრებო შეკრული ყრია, იმიტომ რომ ამას სხვა სიტყვა არ ქვია ჩვენ რაიონის გულსახლის მცირე დარბაზში. ეს წიგნები არის დაპატიმრებული, პრეჟით და მავთულით შეკრული და ეს წიგნები ელოდებიან თავიანთ მკითხველებს და მკითხველი ელოდება იმ წიგნებს. და ჩვენ წელს 100,000-ზე მეტი დაგვიჯდა ის, რომ ეს შენობა სრულად გაგვერემონტებინა, საუბარია ყოფილი სავაჭრო ცენტრის შენობაზე, მეორე სართული არის როგორც გარეთ ისე შიდა ხედი. რთველი 2015 ერთ-ერთი კარგად ორგანიზებული და კარგად ჩატარებული რთველი იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის. გადავიდეთ მომდევნო სლაიდზე, თუ შეიძლება ვანოდავ თქვათ, რატო იყო. იმიტომ იყო, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არც ერთ მოსახლეს ერთი მტევანი ყურძენიც არ დარჩენია ჩასაბარებელი. იმიტომ იყო, რომ ამ რთველი 2015-ის ფარგლებში ოფიციალურად რაც ჩვენ მონაცემები გვაქვს 3 მილიონ ლარზე ცოტა მეტი შევიდა ჩვენ გლეხების ოჯახში და ვინც კერძოდ გაყიდა და ქარხნებს არ ჩააბარა, ის თანხა კიდევ სხვა არის. მხოლოდ წელს 2015 წელს 115 ჰექტარი ვენახი, 110 უკაცრავად ჰექტარი ვენახი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შენდება და შარშან გაშენდა 100 ჰექტარი ვენახი. ან 2 წელიწადში 2014-15 წელში ჩვენ გვაქვს 210 ჰექტარი ვენახის შემატება. ქერში მაგალითად საშუალო მოსავლიანობა 4 ტონაზე მეტი იყო. საშუალოზე ვამოვდა 6 ტონიანი მოსავალიც მიუღიათ მაშინ, როდესაც წინა წლებში 2 ტონა და 200 ქერში ყველას დამაკმაყოფილებლად მიაჩნდა. და ასევე ხორბალში 3 ტონაზე ნაკლები მოსავალი ფაქტიურად წელს არ ყოფილა. რამ გამოიწვია ეს? მხოლოდ წვიმამ გამოიწვია? არა მეგობრებო, მხოლოდ წვიმას არ გამოუწვევია. ეს გამოიწვია იმან, რომ უკვე 3 წელია ზედიზედ მთავრობა ფაქტიურად უფასოდ მცირემიწიან ფერმერებს მიწას უხნავს და უბიძგებს იმისკენ, რომ წავიდეს და კონკრეტული ნაბიჯი გადადგას მიწის დამუშავებისთვის. ეს გამოიწვია იმან, რომ ჩვენ იმ ძველი დანგრეული დეტეებით და ბელარუსებით კი აღარ ვხნავთ ამ შირაქის მადლიან მიწას, არამედ თანამედროვე ტექნიკით, რომელიც გააჩნია მექანიზატორს და რომელთა რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება, შარშანაც თუ არ ვცდები 6 ტრაქტორიდან 4 თუ 5 კომბაინი დაგვემატა და გამოიწვია იმან, რომ ნორმალური დამუშავება ხდება ამ ტექნიკის. მაგრამ
რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა, მეტი შეხება უნდა გქონდეს ხალხთან, ინფორმირებულება უნდა იყოს 100%-ზე. მე მემაყება რომ მეკუთვნები იმ გამგრობელთა ტიპს, რომელსაც უყვარს ხალხთან გასვლა და მე ხშირად დავდივარ ხოლმე სოფლებში და უშუალოდ ადგილზე ვხვდები და ფაქტიურად იგივე ანგარიშს ვაბარებთ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენს მოსახლეობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს თითქმის ყველაფერი აინტერესებს და როდესაც ადამიანი კითხვას თვალს არც ერთი ადამიანი კითხვის პასუხის გარეშე არ დაგვიტოვებია. დღევანდელი ეს შეხვედრა, დღევანდელი ეს ანგარიში ფაქტიურად იყო ერთად თავმოყრა ყველაფერ იმისა, რასაც აქამდე ვაკეთებდით, უბრალოდ ვაკეთებდით სოფელში გასვლებით, ვაკეთებდით უბანში გასვლებით, ამ პირიქით მოსახლეობა მოდიოდა ჩვენთან, სვავდა ამ თუ იმ კითხვებს, ეს იყო ერთად თავმოყრა და ალბათ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორედ იმის დემონსტრირება, რომ ჩვენთვის თავარია ერთიანობა და ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ გამგებელი ვალდებულია იყოს ხალხთან ახლოს, ანგარიშვალდებულია, რომ ყველა მიღწეულ წარმატებასა თუ რაღაც განუხორციელებელ პროექტზე გასცეს ხალხს პირდაპირ პასუხი, იმიტომ რომ გათიშულების შემთხვევაში ჩვენ მაშინ წარმატებას ვერ მივახცეთ, ვერც საზოგადოება, ვერც ხელისუფლება ცალკე აღებული. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სასოფლო განვითარებისთვის საქართველოში ემპარდის საქართველოს წარმომადგენლები დედოფლისწყაროში იმყოფებოდნენ, ისინი მუნიციპალიტეტის გამგებელს ნიკოლოზ ჯანიაშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს ზვიად ჯავახიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი სასოფლო მუნიციპალიტეტებში ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებაა, პროგრამის სპეციფიკური ამოცანაა, ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას ფერმერული ჯგუფების, სასოფლო სამეურნეო მომსახურების მიმწოდებლებისა და სახელმწიფო სექტორის შესაძლებლობების ზრდის მეშვეობით. პროგრამის ფარგლებში მოხდება არსებული და ახალი ფერმერული ჯგუფების დატრენინგება და მათი დაფინანსება 15,000 ევროიანი ქვეგრანტით, რაც ფერმერთა ჯგუფების მინიმუმ 30%-იან მონაწილეობას გულისხმობს. პროექტის მონაწილეებმა რიჩარდ მაქსვილდმა და კახეთის რეგიონის კოორდინატორმა ირაკლი ღოღობერიძემ კონკურსის შესახებ ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს დაწვრილებით გააცნეს, ხოლო პროექტის ხელმძღვანელები კონკურსით დაინტერესებული ჯგუფებისთვის გამართავენ საჯარო შეხვედრას 19 ნოემბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. შეგახსენებთ, 19 ნოემბერს 12 საათზე გაიმართება საჯარო შეხვედრა, სადაც მოსახლეობასაც მიაწვდიან პროგრამით გათვალისწინებულ საჭირო ინფორმაციას. ახლა ბოლო რეპორტაჟი სოფელ არბოშიკიდან. დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკის საბავშვო ბაღი ერთადერთი იყო, თუმცა ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ. გისმენთ. გამარჯობა. მე ვარ დედოფლისწყაროდან. დიახ. სოფელი არხილოს კალო. გისმენთ. ეხლა მოვისმენთ იმ ჩანაწერს ბატონი ნოდარის, რომელმაც აღნიშნა, რომ ქედებში გაზი იყო მიყვანილი კი სინათლეებში ზემო ქედამდე, მაგრამ მე ეს ჩააბარეს ჯარში. ძალიან დიდი შეღავათი იქნება, თუ კი ესე იგი მართლა გააკეთებენ ქედებში გაზს და ეს იქნება ძალიან დიდი ეკონომია, რომ შეშის წყით ვარ დაჭირდება ხალხს. და ზამთარში გვექნება რაღაცა ელემენტარული პირობები გათბობის სახით. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით, თუ კი ეს პროექტი განხორციელდება. ამ წუთას სად ცხოვრობთ თქვენ? კარგით, ნამდვილად საშვილიშვილო პროექტია, იმიტომ რომ ეს სოფლები ძალიან მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს, უჭირთ მათ სათბობის შეშის მომარაგება, განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლებს და მათთვის ბუნებრივი აირის შეყვანა საოცნებო პროექტიც კი არის, ნაკლებად რეალური, თუმცა ახალი ხელისუფლება გვპირდება, რომ უკვე დაწყებულია ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა. ფაქტიურად პროექტი დასრულდაო, გამგებელმა ბრძანა, პროექტება დასრულდა და ამის განხორციელება რჩება საჭირო, რომელსაც ალბათ მომავალი წლიდან მიექცევა ყურადღება და ჩვენი გადაცემა თავის მხრივ აქტიურად მიადენებს თვალყურს ყოველ კვირას 17 საათსა და 30 წუთზე ობიექტივი შემოგთავაზებთ მიმდინარე ახალ ამბებს დედოფლისწყაროდან.
და ამ პროექტსაც მივადევნებთ თვალყურს. ახლა ბოლო რეპორტაჟი და დაუბრუნდეთ სოფელ არბოშიკს. კიდევ ერთი ზარია გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა. მე მინდა უპასუხო იმ წინა გამოსვლას, რომელიც ამბობდა, რომ ამდენი ზოოვეტერინარი იყო და ეს და ასე იყო. დიახ. ერთი გადაცემა არ გინდათ რომ მოაწო TV-ზე, როგორ დაინგრა საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენ ანალიზი გავუწიოთ, ვინ იყო ჩვენ დამაგრებელი და 91 წელს როგორ მსოფლიო ბანკმა იძალა რომ საქართველოსდან გამოსულიყო ჯართი. ეს მიზანი სწრაფებული იყო, რომ ჩვენ დაგვეგრიათ ჩვენი საწარმოები, ჩვენი გაზის სადენები. ეს იყო ვაკხანალია, რომელიც ეს ფაქტიურად ეს დღესაც გრძელდება, რომ არ უნდათ რომ ჩვენ ვაწარმოოთ ჩვენი პროდუქტი. და ფაქტიურად მიზანი იმას მისწრაფებულად ჩვენ უნდა ვიყოთ იმპორტ ქვეყანა, უნდა სვისი ნაწარმი უნდა შევისყიდოთ, უნდა ვიშოვოთ სადღაცა ვალუტა და ვიმუშაოთ საზღვარგარეთ სხვა მოუაროთ და აქ ვაგზავნოთ და ასე. ეს არის ნეოკოლონიალური წყობა ფაქტიურად რა. აი ამაზე მოაწყეთ რა ერთი კაი გადაცემა რა. მადლობა ზარისთვის, დიდი მადლობა. დედოფლის წყაროს საათია ამჯერად ობიექტივის ეთერში და ბოლო რეპორტაჟი სოფელ არბოშიკიდან. დედოფლის წყაროს ყველა სოფელში დასრულდა საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროექტი, დარჩენილი იყო მხოლოდ არბოშიკის საბავშვო ბაღი, სადაც სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე არ იყო ჩატარებული და ამჯერად სოფელ არბოშიკშიც დასრულდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი. იქ 80,000 ლარი დაიხარჯა, ამის შესახებ დედოფლის წყაროს გამგებელი აცხადებს და სარემონტო სამუშაოების დასრულება გამგებელმა ჟურნალისტებთან ერთად მოინახულა. ჩვენი რეპორტაჟი ვნახოთ სოფელ არბოშიკიდან. პრობლემა იმაში გახლავთ, რომ საბავშვო ბაღი არბოშიკში ფუნქციონირებს 60-იან წლებამდე. ჯერ კიდევ 60-იან წლებამდე, 1960-იან წლებამდე იყო საბავშვო ბაღის შენობა. ფუნქციონირებდა. იმის შემდეგ სულ ერთი-ორჯერ იყო რემონტი ჩატარებული, ისიც არ იყო საფუძვლიანად გაკეთებული. აი ამჟამად ძალიან ასე ვთქვათ საფუძვლიანად გაუკეთდა რემონტი. ყველა პირობაა შექმნილი, რომ ბავშვებმა ნორმალურად ასე ვთქვათ ყველაფერი გააკეთონ, რაც ბავშვებს შეეფერებათ. ასევე ყველა პირობა ჰიგიენური მხარე ნორმალურად არის, სასადილო, სათამაშოები და კიდევ გათვალისწინებულია ახალი ინვენტარის შემოსვლა და ახალი ინვენტარი დატვირთვა ბაღის. ასე რომ სოფელი კმაყოფილია და ძალიან მადლობას ვუხდის მუნიციპალიტეტს ამ გაწეული შრომისათვის, ამ დახმარებისათვის. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტისთვის ბაღები ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული თემა არის და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი რაც დაიწყო ეს იყო ბაღებზე ზრუნვა, მათი გარემონტება, ბავშვებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა და პირველი უფასო ბაღი ხსენება დედოფლის წყაროში იყო და შაშანელ წლამდე მხოლოდ არბოშიკის ბაღი იყო დარჩენი, რომელიც იყო ძალიან სავალალო მდგომარეობაში, დანარჩენი ყველა ბაღი უკვე გარემონტებული იყო. შაშან 2014 წელს მოხდა სახურავის გამოცვლა, წელს უკვე 2015 წელს მოხდა სრულფასოვანი რეაბილიტაცია ბაღისა. სადაც 80,000 ლარამდე თანხა წავიდა, გარემონტა როგორც შიგნიდან ასევე გარედან მოეწყო ცენტრალური გათბობა და შეიქმნა ყველა ის პირობა, რომელიც აუცილებელია ჩვენი შვილების სრულფასოვანი აღზრდისთვის და მათთვის კარგი გარემოს შესაქმნელად და ამ აღნიშნულმა რემონტმა როგორც ხედავთ, მთლიანად შეცვალა ბაღის შენობა და სულ სხვა გარემო საუკეთესო პირობები შექმნა. თან თვითონ ეზოც ხელს უწყობს იმისთვის, რომ ბავშვებისთვის იყოს სიმკვიდროვე, სიმწვანეში არის ჩაფლული და ყველა პირობა არის იმისთვის, რომ არბოშიკელებმა მოიყვანონ თავიანთი შვილები ბაღში და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა პირობა შევქმნათ მათი სწორი აღზრდისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის. ანუ უკვე მოქმედებს თუ ჯერ არა? ბაღმა უკვე დაიწყო მუშაობა და ალბათ უახლოეს დღეებში მოხდება საზეიმო ვითარებაში ბაღის გახსნა, ასე ვთქვათ, ოფიციალურად.
ვიმუშაობთ თქვენთვის. ჩვენ ვსვამთ კითხვებს, რომლებიც თქვენ გებადებათ. ამომწურავი ინფორმაცია კახეთის რეგიონიდან ობიექტივის ეთერში. ყოველ კვირას 17 საათსა და 30 წუთზე. დედოფლის წყაროს საათი მედია კავშირ ობიექტივის ეთერში. და გადაცემის დასრულებამდე რამდენიმე წუთი რჩება და ბოლოს შეგახსენებთ, რომ დედოფლის წყაროში და სოფელ სამთაწყაროში ორთვიანი კარანტინი მოქმედებს ცოფის გამოვლენის გამო. ბოლო 2 თვის განმავლობაში ცოფის გამოვლენის 3 შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლის წყაროში. ერთმანეთის თანმიმდევრულად 3-ჯერ გამოცხადდა საკარანტინო მდგომარეობა და რაც ცალკეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ასევე შეგახსენებთ, რომ ტრაგედია დატრიალდა სოფელ სამრეკლოში, ბუნებრივი აირის გაზონვა დედოფლის წყაროში 2 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. სავარაუდოდ აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობელიდან გამოყოფილი CO2-ის გაზონვის შედეგად გაზის ინტოქსიკაციის დედოფლის წყაროში გარდაიცვალა სოფელ სამრეკლოში 32 წლის მამაკაცი და 40 წლის ქალი. ცხედრები სოფელ სამრეკლოში შაბათს დილით აღმოაჩინეს. მამაკაცი სოფელ სამრეკლოს მკვიდრია, ხოლო მრავალშვილიანი დედა სოფელ ხორნაბუჩი ცხოვრობდა. როგორც დედოფლის წყაროს მთავარი ექიმი ხათუნა ზურიკაშვილი ამბობს, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ორივე ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, რის გამოც მათი სტაციონარში გადაყვანა აღარ მომხდარა. ცხედრები გურჯაანში გადაასვენეს, გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ამ დროისთვის ექსპერტიზა მიმდინარეობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მომხდარზე გამოძიებას დედოფლის წყაროს პოლიციის სამმართველო 115 მუხლით აწარმოებს. შეგახსენებთ, გაზის გამონაბოლქვით 2 ადამიანი გარდაიცვალა სოფელ სამრეკლოში. ასეთი იყო თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათი. მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით კვირას 17 საათსა და 30 წუთზე. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და ენდობით.